მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი ტაროს საჯაროს სეანსის თემა იქნება დაანონსებული, დაპირებული თემა რა სიახლე მოიჩქარის თქვენსკენ. თემა, უпростоრედ სფერო, ცხოვრებისეული ამ გაშლის ფორმატში არ იქნება დაკონკრეტებული, მე არ დავაკონკრეტებ. კონკრეტიზებას არ მოვახდენ თქვენი ცხოვრებისეული სფეროსი, ამოვიღებ ზოგად არკანებს, ზოგად ინტერპრეტაციას მოვახდენ ამ არკანებისა უпростоრად და უკვე თქვენ შეგიძლიათ მიუსადაგოთ თქვენს ჩანაფიქრს, თქვენს მიზნებს, თქვენს გეგმებს ეს ამოღებული არკანები და ჩემი ინტერპრეტაციები, რომელსაც დღევანდელი საჯარო სეანსის ფარგლებში მოგაწოდით 3 ვარიანტად. გნებავთ აირჩიეთ ერთი კონკრეტული ვარიანტი, გნებავთ მოისმინეთ 3-ვე პასუხი, 3-ვე ვარიანტისა და უკვე გაჟღერებული ტაროს პროგნოზები და ამ პროგნოზებიდან მიღებული ინფორმაციის სინთეზი თქვენს ჩანაფიქრებთან, თქვენს გეგმებთან, თქვენს ცხოვრებისეულ მიზნებსა თუ ხედვებთან მოახდინეთ თავად თქვენ. აქვე თავიდანვე ვიტყვი, რომ ენერგობალანსისთვის თუ ეს პროგნოზები მოვა თქვენთან ახლოს და მიიღებთ მას როგორც თქვენს პირად პროგნოზს და ინტუიციურად იგრძნობთ, რომ თქვენია ეს ყველაფერი ენერგობალანსისთვის, მოიწონეთ ვიდეო ჩანაწერი, დაალაიქეთ ვიდეო და ასევე გამიზიარეთ თქვენი ხედვები, თქვენი შთაბეჭდილებები და თქვენი, ასე ვთქვათ, შინაგანი შეგრძნებები აღნიშნულ პროგნოზებთან მიმართებაში. პირველ რიგში ეს იმისთვის, რომ სამყაროსეული ბალანსი იქნას დაცული, თუ რაიმეს იღებ ადამიანი, სანაცვლოდ რაღაც ასევე უნდა გასცა, ეს ერთი. მეორეც მოგეხსენებათ, უკვე ეს სიახლეს აღარ წარმოადგენს, რომ ასე მუშაობს ზოგადად სოციალური პლატფორმების ალგორითმი, რაც მეტი გაზიარება აქვს ვიდეოს, რაც მეტი კომენტარი აქვს, მით უფრო მეტი ადამიანი შემთხვევითობის პრინციპით ნახულობს ვიდეოს, ხომ? შესაბამისად, თუ კი თქვენთან მოვა ეს ახლოს და იგრძნობთ, რომ მიიღეთ საჭირო და სასარგებლო რჩევები, და მოისმინოს სხვამაც, და ნახოს სხვამაც, ხომ? ეს უბრალოდ ელემენტარული ადამიანური მომენტია. თუ კი მე რაღაცა მათგება, ჩემი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მიჩნდება სურვილი, რომ ეს სხვასაც გაუზიარო. ამიტომ ამ პრინციპით ვიმუშაოთ დღეს და ზოგადად ისედაც მე ყოველ შემთხვევაში ასეთი პრინციპი მექვს ცხოვრებაში, თუ კი რაიმე ვიცი, სასარგებლო და საჭირო, ვცდილობ, რომ ის ჩემს უახლოეს გარემოცვას გაუზიარო და არა მხოლოდ უახლოეს გარემოცვას, არამედ საჯაროდაც გავაზიარო, ხო? როგორც თუნდაც ვაკეთებ დღეს და ზოგადად ვაკეთებ ამას სოციალურ პლატფორმებზე. კარგით. ვნახოთ ჩვენი დღევანდელი თემის პასუხები. რა სიახლე მოიჩქარის თქვენსკენ უახლოეს მომავალში ან უახლოესი მომავლიდან, ალბათ უпростоრი იქნებოდა. ეს უახლოესი მომავალი არ არის, რა თქმა უნდა, 5, 10 და 15 წელი, მაქსიმუმ 1 წელი ავიღოთ. 3 ვარიანტი გვექნება. მოდით გავააქტიურებ ტაროს დასტას, ტრადიციულად ცეცხლისა და ჰაერის სტიკით, რათა მივიღოთ გაფილტრული ინფორმაცია და სწორი ინფორმაცია, სწორი პროგნოზები. პირველი ვარიანტი. რა სიახლე მოიჩქარის თქვენსკენ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისკენ, ვინც აირჩევს პირველ ვარიანტს. მეორე ვარიანტი, რა სიახლე მოიჩქარის თქვენსკენ, მეორე ვარიანტი. რა სიახლეები ან სიახლე მოიჩქარის თქვენსკენ უახლოესი მომავლიდან, მესამე ვარიანტი. აირჩიეთ ინტუიციურად თქვენი ვარიანტი. ან როგორც წევა თქვი, შეგიძლიათ მოისმინოთ მთლიანი საჯარო გაშლა და უკვე გაჟღერებული ინფორმაციის სინთეზი მოახდინოთ თავად თქვენ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. დავიწყოთ ტრადიციულად პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი. რა სიახლე მოიჩქარის თქვენსკენ?
პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის მექნება ესეთი გაფრთხილება, რომ შესაძლებელია უახლოეს პერიოდში მოგიწიოთ გარკვეული უსიამოვნო საუბარი კონკრეტულ ადამიანთან. Რაღაცა მჭრელი საკითხი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, საკითხი, რომელიც მოითხოვს გადაჭრას. შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს რაღაცა პრობლემა ურთიერთობაში, ვიღაცასთან ეს შეიძლება იყოს თანამშრომელთან ურთიერთობა, რომელიც მაინც და მაინც სასიამოვნო ფორმატში არ წარიმართება და ექნება ამ ყველაფერს კონფლიქტის, კონკურენციის, დაპირისპირების, კონფლიქტური ელემენტები იქნება ამ კომუნიკაციაში. თუმცა, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს არ არის რაღაცა გრანდიოზული მასშტაბური თემა, ან რაღაცა ვთქვათ, ისეთი თემატიკა, როდესაც თქვენ სუბორდინაციის რეჟიმში იწევთ ამ საკითხზე მუშაობა. ანუ ეს რას ნიშნავს, ხო? ანუ არის ვიღაცა ვთქვათ თქვენზე ზემდგომი და თქვენ უფრო დაქვემდებარებულის პოზიცია გიკავიათ. არა. ეს არის უფრო ისეთი იმოცემულობა, როდესაც შესაძლებელია ეს კონფლიქტი, ეს კინკლაობა, ვეძებდი სიტყვას და ახლა მოვიდა ეს სიტყვა, უფრო ეს კონფლიქტიც არ არის, ეს არის რაღაცა კინკლაობა, არასერიოზული ადამიანისგან, პროვოცირებული ან ადამიანთან, რომელიც არაფერს ისეთ დიდ და განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, შეიძლება ეს იყოს თავის სფეროში დამწყები ადამიანი, უბრალოდ მას აქვს კონფლიქტური ძალიან ისეთი ფიცხი ხასიათი, ახასიათებს მწარე საუბარი ან შენიშვნების მოცემა, ან რაღაცა ისეთი ხასიათის, მძიმე ხასიათის გამოვლენა, რომელიც ეს უბრალოდ ესეთი ადამიანია. ამის ძალას და ამის უფლებას აძლევს არა მისი ვთქვათ გამოცდილება, მისი რაღაცა სტატუსი, მისი პოზიცია, მისი რაღაცა განსაკუთრებული პრივილეგიები ცხოვრებაში. არა, ის შეიძლება აბსოლუტურად რიგითი ადამიანი იყოს, მაგრამ თქვენზე მაინც გარკვეულწილად მოქმედებდეს თავისი მჭრელი ენით, ბასრი ენით, ცინიკურობით, თავისი გამოხტომებით, თავისი კონფლიქტური ბუნებით. შესაძლებელია სხვათა შორის ეს რიგი ადამიანების შემთხვევაში ეს იყოს თქვენი პარტნიორიც, რომელიც რაღაც მხრივ ასე გამოავლენს თავს თქვენთან კომუნიკაციაში. შეიძლება დღეის მდგომარეობით გაქვთ საკმაოდ დალაგებული და სტაბილური ურთიერთობა, მაგრამ დროთა განმავლობაში სამომავლოდ ამ ადამიანმა გამოაჩინოს თავისი ბუნების ეს მხარეც, თავისი ხასიათის ეს მხარეც, რაღაცა აზრებში, რაღაცა შეხედულებებში, ცხოვრებისეულ ხედვებში, დამოკიდებულებებში ვერ დაემთხვიოთ ერთმანეთს, მოხდეს თქვენ შორის ასთა სხვადასხვაობა, თქვენ გქონდეთ სხვა ხედვა, რაღაც კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, თქვენს პარტნიორს გქონდეს სხვა ხედვა და შესაბამისად მოხდეს დაპირისპირება თქვენ შორის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს კინკლაობა, ეს კონფლიქტი იქნება მასშტაბური და რაღაც სერიოზულ ძვრებს და ცვლილებებს, თუნდაც ნეგატიურ ცვლილებებს გამოიწვევს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ მეორე არკანი მესაუბრება იმაზე, რომ ემოციურად ეს საკმაოდ შეგარყევთ ჭყალებში და რაღაცა პერიოდი იმედგაცრუების მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. შეიძლება ეს იყოს პარტნიორი პირველ რიგში, მაინც ემოციებთან არის დაკავშირებული, მეგობარი, თქვენი უახლოესი, თანამშრომელი, ან ისეთი ადამიანი, ვისთანაც გარკვეული ემოციური კავშირები გაქვთ, ემოციური ბმა გაქვთ და შესაბამისად მისგან ცოტა მოულოდნელი იყოს თქვენთვის ასეთი ხისტი დამოკიდებულება, ასეთი მჭრელი რაღაცნაირი პრინციპული დამოკიდებულება ისეთ საკითხებზე და ისეთ თემებზე, რომელზეც თქვენ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ეს ადამიანი ასეთ ცივ და რადიკალურ დამოკიდებულებას გამოავლენდა, თავის ხისტ ბუნებას გამოავლენდა. თქვენთვის შეიძლება ეს იყოს რაღაცა გაგაოცოთ კიდევაც ამ ყველაფერმა, მაგრამ აქ გაოცებაზე უფრო მეტად ჩანს თქვენი იმედგაცრუება, თქვენი გულის წყვეტა და სადღაც დეპრესიული ფონიც, რომ არ ელოდით მისგან ასეთ დამოკიდებულებას და სწორედ აი ამ ადამიანისგან გამოვლინდა ესეთი ხასიათი და ესეთი რაღაცა ხისტი პრინციპული დამოკიდებულება, შესაძლოა საერთოდ
არც თუ ისე მნიშვნელოვან საკითხზე. ამიტომ თუ კი ასეთი რამ ამის ალბათობას თუ ინტუიციურად გრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არიან ასეთი ადამიანები, ან არის ისეთი ადამიანი, ვისთანაც ძალიან გულწრფელი მეგობრობა გაკავშირებთ, შეიძლება საქმიანად, შეიძლება რაღაცა ინტელექტუალურად კარგად უგებდეთ ერთმანეთს, ბევრ თემებზე საკმაოდ საინტერესო საუბრებიც გქონდეთ, შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში გაფრთხილდეთ და გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ რაღაც კონკრეტულ ცხოვრებისეულ საკითხზე, ხედვაზე, რაღაცა კონკრეტულ თემასთან მიმართებაში თუ გადაწყვეტილებაც იქნება მისაღები, ეს ადამიანი თავის პრინციპულ ხის და ძალიან რადიკალურ დამოკიდებულებას გამოავლენს და შესაბამისად იყავით ამისთვის მზად ზედმეტად ემოციებში ნუ გადავარდებით, იმიტომ რომ ეს თქვენგან წაიღებს ენერგეტიკულ რესურსს, დაკარგავთ ენერგიას და სანაცვლოდ ვერაფერს ვერ მიიღებთ, გარდა უბრალოდ რაღაც აი შინაგანად რო ცარიელ ადგილს გიტოვებს ადამიანი და ხარ იმედგაცრუებული, აი ამის გარდა არაფერი არ დაგრჩებათ თქვენ. ამიტომ ერიდეთ ასეთ ადამიანებთან კონფლიქტს, იყავით მეტად დაკვირვებული, მეტად გაფრთხილებული და თუ კი არსებობს ასეთი კონფლიქტის მოხდენის ალბათობა, მაქსიმალურად ერიდეთ და გონივრულად და ძალიან ისე ფრთხილად მიუდექით ასეთ ადამიანს და ასეთ ადამიანთან კომუნიკაციას, ან შესაძლებელია ეს იყოს ადამიანთა წრეც, არა მხოლოდ ერთი ადამიანი. აი ასეთი გახდათ პირველი ვარიანტი ჩემო მეგობრებო. დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი შთაბეჭდილებები, საინტერესოა თქვენი კომენტარები ჩემთვის. პირველ რიგში, იმიტომ რომ სწორედ თქვენთვის კეთდება ეს საჯარო გაშლები და შესაბამისად თქვენი უკავშირი მნიშვნელოვანია. ვცდილობ ხოლმე რომ ყოველთვის დაგიბრუნოთ პასუხები, რა თქმა უნდა, ყველა კომენტარს დიდი ყურადღებით ვკითხულობ, ასე რომ გამოიჩინეთ მეტი აქტივობა. და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტს რა სიახლე ელოდება. მეორე ვარიანტში ვხედავთ გაცილებით უფრო მყარ, სტაბილურ და ჰარმონიულ ენერგიებს, ვიდრე პირველ ვარიანტში ამოგვიდა. ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, მეორე ვარიანტისთვის სიახლე შესაძლებელია იყოს მდგომარეობის გამყარება ცხოვრებაში, ეს შეიძლება იყოს ფინანსური გამყარება ან სამსახურეობრივი დაწინაურება, წინსვლა, ან ხელფასის მომატება, ნუ ვინც დასაქმებული ბრძანდებით და თქვენი ანაზღაურება, ასე ვთქვათ, ყოველთვიური ხელფასის სახით განისაზღვრება. შესაძლებელია ეს იყოს თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანის შემოსვლა, უფრო ქალბატონებს მივმართავ ამ შემთხვევაში, ისეთი ადამიანის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დაბრუნდება თქვენი წარსულიდან, ანუ ეს არ არის ახალი ადამიანი, ეს არის ადამიანი თქვენი წარსულიდან, მაგრამ ახალი სტატუსით, ახალი მდგომარეობით და შესაძლებელია ახალი შემოთავაზებით. ეს არის ადამიანი, რომელიც არის ძლიერი, მყარი, მატერიალურად სტაბილური, შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული ესეთი სტატუსიც კი ჰქონდეს, რაღაცა თანამდებობა ჰქონდეს, ან საკუთარი ბიზნესი ჰქონდეს, რაღაცა მატერიაში მყარად გამოხატულ ადამიანს ვხედავთ აქ, უფრო ეს არის პენტაკლების მეფე, შესაბამისად უფრო მამაკაცურ ენერგიებს ვხედავთ ამ არკანში. აქედან გამომდინარე, თუ კი თქვენ ვთქვათ, პირადი ურთიერთობების აწყობისკენ მიისწრაფვით და თქვენი ხედვის, თქვენი ყურადღების ვექტორი მიმართულია ცხოვრების ამ სფეროსკენ, შესაბამისად დიდი ალბათობა იმისა, ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, რომ ესეთი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში და გამოჩნდეს სწორედ თქვენი წარსულიდან, სადაც შესაძლებელია რაღაცა, ვთქვათ, გარკვეული გამოცდილება უკვე გაკავშირებთ ამ ადამიანთან, შეიძლება საერთო ბავშვობა გაქვთ მაგალითად ერთად გატარებული, ან რაღაცა სწავლის პერიოდში ერთად იყავით, რაღაცა აი ესეთ ნიუანსებს ვხედავთ აქ. თუ ეს რა თქმა უნდა ეხება პირად პარტნიორულ ურთიერთობებს, ხოლო თუ კი ეს უფრო სხვა მიმართულებით სიახლეებს თუ მიუსადაგებთ ამ არკანებს, მაშინ შესაძლებელია ეს იყოს დაწინაურება სამსახურში, ან უფროსის კეთილგანწყობა, ან რაღაცა ისეთი გავლენიანი მეგობრის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც გამოჩნდება წარსულიდან, რომელთანაც გაკავშირებთ ბავშვობა, რაღაცა თქვენი ცხოვრების თბილი მოგონებები და ეს ადამიანი თქვენი აი ამ სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში რაღაცა დადებით პოზიტიურ ენერგიებს შემოიტანს, რაღაცაში დაგეხმარებათ, შესაძლებელია ეს იყოს კარგი დახასიათება, ან სიტყვა დამეკარგა, რო ვთქვა,
კარგი დახასიათება მოგცეთ, ან თქვენს სამსახურებრივ წინსვლაში, კარიერაში მიიღოს მონაწილეობა, რაღაცა პროტეჟეობა გაგიწიოთ, მოკლედ ხომ მივხვდით. ამიტომ ყოველ მხრივ დადებითი მოცემულობა გვაქვს ჩვენ აქ, სიახლე არის მატერიაში გამყარება, რესურსების მოზიდვა, ვიღაცა გავლენიანი ადამიანის გამოჩენა წარსულიდან, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს პარტნიორი სასიყვარულო ურთიერთობების ასპარეზზე, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს გავლენიანი მეგობარი, გავლენიანი ისეთი სტატუსოვანი პირი, უფრო მამაკაცური ენერგიები იგრძნობა, როგორც ვთქვი, ვინც თქვენ სამსახურებრივ წინსვლაში ან მატერიალურ გამყარებაში, გაძლიერებაში მიიღებს ძალიან დიდ მონაწილეობას და თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ასე რომ, ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, გილოცავთ, მშვენიერი ვარიანტია, სიახლე ყოველმხრივ არის პოზიტიური, დადებითი, ასე რომ მიაქციეთ აი ამ ენერგიებს ყურადღება და ეცადეთ, რომ თქვენი რესურსი ჩადოთ ამ მიმართულებით და შესაბამისად ვფიქრობ, რომ შედეგებიც არ დააყოვნებს. აქვე მატერიალიზაციისთვის თუ დამიწერთ კომენტარებში, ესეც თავის მხრივ ენერგეტიკულ ველში თქვენს ენერგიას შესაბამისი მიმართულებით წარმართავს. ეს არის თქვენი სურვილი, თქვენი მზაობა ამ ენერგიების მისაღებად, ამ პოზიტიური მომავლის რეალიზებისთვის კომენტარებში თუ დამიწერთ და იყოს ასე აღსრულდა. ესეც თავის წვლილს, ასე ვთქვათ, შეიტანს ამ საქმეში. ესეთი გახლდათ მეორე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის შემთხვევაში საერთოდ განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. ეს არის ისეთი მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში ზის, გარკვეულ თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელიც არც თუ ისე ლაღი და ასე ვთქვათ, ფართოა. რაღაცა შესაძლებელია გქონდეთ ისეთი მომენტი, ისეთი პერიოდი, უпростоრეთ თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვენს რესურსებს ძალიან უფრთხილდებოდათ. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირ მნიშვნელობით მატერიალური რესურსი, ასევე შეიძლება იყოს ის, რაც უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში, ის, რაც უკვე შექმნილია, ის, რამაც უკვე ფორმა მიიღო და გამოვლინდა ფორმებში, ხო? ფორმების სამყაროში. ეს შეიძლება იყოს სახლი, ჭერი, კერა, ოჯახი, ფინანსები, სამსახური. შეიძლება თავზე არ გადაგდით, ძალიან უხეშად ვიტყვი ამას, მაგრამ რაც არის, მოდი ეს შევინარჩუნო, ცოტა თუ ბევრია, ხომ არის სტაბილურად. აი რაღაცა ესეთ დამოკიდებულებას ვხედავთ აქ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რაღაცა ძალიან დიდი, ელვისებური, მოულოდნელი მოვლენა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ხდება რაღაცა ისეთი განსხვავებული, განსაკუთრებული. შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელიც თქვენს შეხედულებებს, თქვენს ისეთ ტრადიციულ, კონსერვატიულ, სტაბილურ მიდგომებს ცხოვრებისადმი თავდაყირად ააყენებს და რაღაცეებს აბსოლუტურად სხვანაირად დაგანახებთ. აი აქ ვხედავთ ასეთ განვითარებას და შეიძლება იყოს ახალი პარტნიორი, შეიძლება იყოს ახალი სიყვარული, ოღონდ სიყვარული, როგორი იცით, აი რაღაცა მოულოდნელად დაუგეგმავად შემოსული ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ან შეიძლება ეს იყოს რაღაცა მოულოდნელად გზის გახსნა, რაღაცა დაუგეგმავად მოხდეს რაღაცეების შეცვლა, გადალაგება თქვენს ცხოვრებაში, რაც გიბიძგებთ, რომ ეძიოთ თავისუფლება, ეძიოთ რაღაცა თქვენი თვალსაწიერის გაფართოებაზე იზრუნოთ, რაღაცა სხვა ხედვები ჩამოგიყალიბდეთ, სხვა ჰორიზონტებისკენაც გაიხედოთ, რაღაცა მოგინდეთ, რომ იყოთ მეტად სიახლეებში, უფრო ცვლილებებში, რაღაცა დაამსხვრიოთ ეს საზღვრები, ჩარჩოები და გახვიდეთ აი ამ ჩარჩოებს მიღმა. ამისკენ შეიძლება გიბიძგოთ აი ამ ახალმა ადამიანმა, ახალმა სიყვარულმა. შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს თლად სიყვარული არ იყოს, მაგრამ იყოს მეგობარი რაღაცა ახალი იდეით, ურანული ენერგიები შემოდის აი ამ მესამე ვარიანტში. ურანი კი მოგეხსენებათ, ეს არის ყველანაირი სიახლეების, ინოვაციების, გამოგონებების და თავისუფლების
პლანეტა, მე ამბოხე პლანეტა ურანი, შესაბამისად ამ არკანებში ამოდის სწორედ ეს ურანული ენერგიები და ეს ურანის ენერგიები გიბიძგებთ სწორედ აი ამ თავისუფლებისკენ. ერთადერთი გაფრთხილება, რაც მექნებოდა მესამე ვარიანტთან არის ის, რომ საზღვრების ჩამოშლას და თავისუფლებისკენ სწრაფვას აქვს ერთი დიდი მინუსი, ეს არის ქაოსი, როცა ცხოვრებაში ყველაფერი უკვე ქაოსურად შემოდის, ეს სიახლეები, ახალი ადამიანები, ახალი ურთიერთობები, რაღაც ძალიან ბევრი სიახლე როცა შემოდის ცხოვრებაში, ადამიანი იბნევა და კარგავს ის სტრატეგიულობას და აი ამ რაღაცა აი ამ ქაოსის დინებებში იკარგება, ხო? აი როგორც ოკეანის შუაგულში რო ჩავაგდოთ ადამიანი ყველანაირი სამაშველო გარე საშუალებების, დამხმარე საშუალებების გარეშე, ხო? ის უკვე ტალღების ანაბარ რჩება და ტალღები საითაც გააქანებენ, იქით მიდის, ხო? და ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ამიტომ ერთადერთი გაფრთხილება მესამე ვარიანტის შემთხვევაში არის ის, რომ მეტად სტრატეგიულად მიუდექით ამ სიახლეებს, ეცადეთ, რომ აი ამ ქაოსში, აი ამ ენერგეტიკულ როგორ თქვა, ენერგეტიკულად კარი რო გაიხსნება თქვენთვის და რაღაც ახალ სამყაროში რო შეაბიჯებთ, მეტი სტრატეგიული თვალით და რაღაცა დაგეგმარებით შეხედოთ ამ ყველაფერს და დაგეგმოთ შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეძლების დაგვარად, მოკლედ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი სიახლე გელოდებათ, ბევრი ახალი ადამიანები, ბევრი სხვადასხვა გამოცდილება, შეიძლება ახალი სიყვარულიც, ახალი სამეგობრო წრე, ახალი ქვეყანაც შესაძლებელია, ან რაღაცა ახალი პროფესიის დაუფლება, შესაძლებელია იყოს აქ ადამიანებისთვის, ანუ სამსახური რაც გაქვთ უკვე ყელში ამოგივიდათ, ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს რიგი ადამიანებისთვის. აღარ მინდა მომბეზრდა, მე ჩემი თავი აქ ამოვწურე, აი უცებ შეიძლება გაგიჩნდეთ ესეთი შეგრძნება და აი ეს თქვენი ჩარჩოები უცებ დაამსხვრიოთ და ეს ჩარჩოების მსხვრევა შეიძლება გამოიხატოს, თქვათ, წამოხვიდეთ სამსახურიდან, დაწეროთ განცხადება და წამოხვიდეთ სამსახურიდან, მიატოვოთ ძველი სამსახური და რაღაცა ახალი ეძიოთ. ეს სიახლე შეიძლება ახალი პროფესიის დაუფლებაშიც გამოიხატოს, რაც მშვენიერი იქნება, ხომ? ეს ურანს ახასიათებს ზოგადად ესეთი მეამბოხეობა და ესეთი ხისტი რადიკალური ნაბიჯები. აი ესეთი ვარიანტი გახლდათ, მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, მშვენიერი სიახლეები გელოდებათ, მე ვფიქრობ. დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი შთაბეჭდილებები ვარიანტებთან დაკავშირებით, ვინც რომელი ვარიანტი აირჩიეთ, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა მიგენიშნათ. პირად სეანსებთან დაკავშირებით კი, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ გაიაროთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. დროებით მომავალ შეხვედრამდე.